პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვინ ქმნის და ვინ შლის ქართულ პოლიტიკას? რომ გაიგო, უნდა უსმინო. რადიო იმედის ეთერშია პოლიტიკა. თეა სიჭინავასთან ერთად. Ხევშვიდობისა, თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეა სიჭინავასთან ერთად, ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. წარმოგიდგენთ დღევანდელ სტუმარს, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი. მოგესალმებით ბატონ თენგიზ, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ზაფხული უკვე ესე ვთქვათ, ნელ-ნელა ხურდება და პოლიტიკური სეზონი ესე ვთქვათ, ცოტა ტემპერატურას იკლებს მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ტემპერატურაც ისეთი არ არის მაღალი ჯერჯერობით საქართველოში. პოლიტიკური ტემპერატურაც ცოტა მინელებულია. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ თემების თვალსაზრისისაც თითქოს პოლიტიკური პროცესების მხრივ შედარებით უფრო მცირე რაოდენობის გახდა. მაგრამ ერთი რაც მთავარია და რასაც ჩვენ ვაკორდებით, ეს არის შუა დერეფნის განვითარების ირგვლივ მიმდინარე პროცესები და საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომელიც ესე ვთქვათ, ამ ტემპს არ უკლია პირიქით იმატებს და განსაკუთრებით ეხა მნიშვნელოვანია ბოლოს მიმდინარე ვიზიტი ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის გაფორმებული ხელშეკრულებების სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ეს დამაკავშირებელი ფაქტორია იმ შუა დერეფნისა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მთავარი მოთამაშე ქვეყნები საკმაოდ იმედიანად და ყურადღებით უყურებენ. ეს არ არის გადაჭარბებული, ნათქვამია სრულიად დამტკიცებული ფაქტია. ახლა დღეს განსაკუთრებით ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. მთავარი ალბათ ამ შუა დერეფნიდან, რასაც ჩვენ ველით და არა მარტო ჩვენ, ეს არის ეკონომიკური სარგებლიანობა და შემოსავალი და მოგება. მაგრამ ისეთი ტიპის ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორც არის ყაზახეთი, ყირგიზეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გარდა ამ ეკონომიკური სარგებლიანობისა, რა პოლიტიკურ სარგებელს შეიცავს? მოდით პირველ რიგში აქედან დავწყოთ საუბარი და შემდეგ უკვე შუა დერეფნის თემაც განვავრცელოთ. ძალიან საინტერესო კითხვაა. საერთოდ, რაც უფრო მეტი ქვეყანა არის დაინტერესებული შენ ქვეყანაში სტაბილურობით, ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ეს გაძლევს საშუალებას, რომ უფრო დაცულად იგრძნო თავი, იმიტომ რომ ეს ქვეყნები, როდესაც ამ შუა დერეფანში ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, ამაში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ჩადებენ. მათ შორის ჩინეთიც, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნები. ხვებიც საჭირდება ვთქვათ ამ დერეფნის გამოყენება. რა თქმა უნდა, იქ სადაც შენ უზარმაზარი ინვესტიციები განხორციელებული, პირველი ამოცანა ის არის, რომ ეს ინვესტიციები დაიცვა, ანუ სტაბილური იყოს ის მთელი გზა, სადაც შენ ამში გეგმები გაქვს დასახული, სადაც ფული გაქვს ჩადებული, უზარმაზარი თანხები. რაც უფრო მეტი ქვეყანა იარსებებს საქართველოსთან ასეთ მიდგომით, რომელიც დაინტერესებული იქნება სტაბილურობით და მშვიდობით, ვთქვათ, როგორც რეგიონში, ასევე კონკრეტულად იმ ქვეყანაში, სადაც მას ეს თანხები აქვს დაბამდებული, სადაც დაკავშირებადობა მისი, ვთქვათ, ევროპასთან გადის ამა თუ იმ ქვეყანაზე, მით უკეთესია ჩვენთვის. კი, ახლა პოლიტიკურად გითხარით ეს, მაგრამ მაინც ეკონომიკასთან მივედით, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ისევ მოგებასთან დაკავშირებული საკითხებია. ისევ იმასთან დაკავშირებული საკითხებია, რომ ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს იცავს, მათ შორის ეკონომიკურ ინტერესებსაც, რომელიც აუცილებლად პოლიტიკის მეშვეობით ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ ეს არის ორმხრივი ინტერესი, რაც უფრო მეტი და ძლიერი ქვეყანა, როგორც ეკონომიკურად, ასევე თვითმეტეს მთელი ცენტრალური აზიის რეგიონი თუ იქნება დაინტერესებული სტაბილური განვითარებით სამხრეთ კავკასიისა და კონკრეტულად საქართველოსი, სადაც გაივლის ეს და გადის კიდევაც უკვე ეს დაკავშირებადობის გზა შუა დერეფნისა და კიდევ უნდა განვითარდეს, მით უკეთესი არის საქართველოს მომავლისათვის. კი ბატონო, აი ისეთ ტიპის ქვეყნისთვის, როგორც საქართველო, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ალბათ ყველა ტიპის ქვეყანასთან პოლიტიკური ურთიერთობის გამყარება სწორედ ამ არაღიარების პოლიტიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც იქნება, ხო? ხო, შეიძლება ასე რომ ჩავთვალოთ. ცენტრალური აზიის ქვეყნებს ისედაც არა აქვს, კი ბატონო, ამ საკითხზე. ამ საკითხზე კითხვები არ ქონდათ. და ამას მადლობელი ვართ და ჩვენ ეს ყოველთვის გვახსოვს, ყველა ის ქვეყანა, ვინც სტაბილურად ხარს უჭერდა
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ეს და მადლობელი ვართ ამ ქვეყნების. კი ბატონო, მოდით ახლა შუა დერეფანი, მე ვთქვი რომ ყველა, ესე ვთქვათ, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშე ქვეყნების მხრიდან ახლა უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა შუა დერეფანი, როგორც ერთ-ერთი მთავარი სამარშრუტო დერეფანი. ეს მხოლოდ სამარშრუტო დერეფანიც აღარ არის უკვე, იმიტომ რომ ბევრ რამეს აერთიანებს შუა დერეფანი, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ბევრ რამეს მოიცავს. მაგრამ მოდით ავხსნათ რა ფაქტორი მეტყოლებს იმაზე, რომ შუა დერეფანი გახდა ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, მთავარი დერეფნებს შორის, ალტერნატიულ მარშრუტებს შორის ერთ-ერთი მოწინავე. კი, მარტო კოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა კიდევაც ხაზი გაუსვა იმას, რომ აი ნახეთ სამხრეთ კავკასიაში საჰაერო მარშრუტს როგორი დატვირთულია ეს გზა, ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ამ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სადაც უნდა გავიდეს ის გზა, რომელიც ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ალტერნატიული გზა განსაკუთრებით ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან მყიფე და სათუო გახდა. მაგრამ რო გვითხრათ თქვენ, აი რა გამოარჩევს მსოფლიო ლიდერების თვალში ამ მარშრუტს, რა ბოლო მოვლენები არის ისეთი, ან განცხადებები ისეთი, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც მე ხავ საუბრობდი. პირველ რიგში რეალობა გამოარჩევს. ეხლა ის რაც ვარტაკოვსმა შენიშნა ამდენი წლის შემდეგ, ეს რეალობა იყო. კარგია რომ შენიშნა. ხო, კარგია რომ შენიშნა. მე დასკვნები არასორი გამოვაქვთ, რომ შენიშნა. კი ბატონო. ვიხუმრე კიდევაც ალბათ გლობუსი და რუკაც იყიდა მეთქი, იმიტომ რომ აქამდე კონფერენციებს საწყობდნენ, როგორ უნდა დაეკავშირებინათ აზი ევროპასთან შავი ზღვის გავლით და ყველას პატიჟებდნენ, გარდა იმ ერთადერთი ქვეყნისა, რომელსაც გასასვლელი ჰქონდა ზღვაზე. ნუ ეს არასერიოზული იყო, იმ თავით ვამბობდით და ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც მიუთითა და მე ცენტრალური აზიის ქვეყნებმაც გააკეთეს განცხადება, რომ ამ საქმეში საქართველოს თუ არ იქნება ჩართული, ეს არის უბრალოდ ესე იგი უპერსპექტივო შეხვედრები. ასე რომ თავარი ახლა ამოცანა ის არის, რომ ეს დაკავშირებადობა თქვათ ევროპის აზიასთან რეალობაში როგორ მოხდა ეს ყველაფერი. როგორ იმუშავა ამ ყველაფერმა. ისაც მარტო კოსმა შენიშნა, რომ 90%-ზე მეტი გადაფრენების ევროპიდან აზიაში, სამხრეთ კავკასიაზე გადიოდა და მათ შორის საქართველოზე, ეს ფაქტია. ახლა ამის არ დანახვა არ შეიძლება. ეხლა მხოლოდ იმის დამსახურება არ არის, რომ თქვათ ჩვენ გვინდა ასე, ან ჩვენ ან გეოგრაფია გვიწყობს მხოლოდ ხელს. ერთადერთი ჩვენი დამსახურება ის არის, რომ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორია და მათ შორის საჰაერო გადაადგილების მარშრუტები უსაფრთხო ყოფილიყო და მშვიდობა ყოფილიყო ამ ქვეყანაში. თუ არ იქნებოდა მშვიდობა და ჩვენ რაიმე ავანტურისტული ნაბიჯები რომ გადაგვედგა, თქვათ სამხედრო თვალსაზრისით საიდანაც გვიბიძგებდნენ, ან ეკონომიკური თვალსაზრისით ასევე გვიბიძგებდნენ, ამისაკენ დღესაც გვიბიძგებენ, რომ ეს ეკონომიკური ავანტურა განვახორციელოთ, ჩვენ თავს დავმართოთ რაღაც უბედურება. მაშინ რა თქმა უნდა ეს უსაფრთხო მარშრუტი არ იქნებოდა და იმავე რიგში ჩადგებოდა და კიდევ უფრო შორიდან შემოსავლელ რაღაცა ალტერნატიულ გზაზე დაიწყებდნენ ფიქრს ან რაღაცას მოძებნიდნენ. მაგრამ დახვდათ რეალური გამზადებული მშვიდობიანი მშვიდობიანი მარშრუტი და რა თქმა უნდა ამიერად ისარგებლეს ამით. აი ამას ვამბობ ჩვენ რომ ბოლო ყველა გადაწყვეტილება პრაგმატიზმით მიიღება და რეალობიდან გამომდინარე მიიღება. ერთადერთი ასე ევრობიუროკრატიას აქვს ჩვენ და სამწუხაროდ. აი კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებები, რომელიც არავითარ კავშირში არ არის რეალობასთან. თორე დანარჩენი სხვა სიტუაცია, როდესაც იგივე ავიაკომპანიების დონეზე მიდგება საქმე, ხო? მთელი მსოფლიოს ავიაკომპანიები, რომლებიც ემსახურება ამ მარშრუტებს ევროპიდან აზიისაკენ და პირიქით, მათ როგორც კი დაუდგათ ამის საჭიროება, დიდხანს არ უფიქრიათ, გაავლეს ეს მარშრუტები იქ, სადაც უსაფრთხოდ წარმოედგინათ თავი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოგებასთან არის, მილიონობით, მილიარდობით მოგებასთან არის დაკავშირებული. თუ პოლიტიკას იმდენ ზომაზე მეც გაურევენ ამ თქვათ ავიაგადაზიდვებში, თუნდაც მილიარდობით წაგებას ნახავენ და რა თქმა უნდა ეს კამპანიები ამაზე არ მიდიან და რაც რეალობა იმას მიყვებიან. სამწუხაროდ აი პოლიტიკოსები ამას ხარს არ უბევენ. აი იცით რა, ეს რეალობა არ უბიძგებს ბრიუსელს, რომ რაღაც უნდა მოხდეს ამ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ძალიან საინტერესო მიდგომაა ახლა, რაზეც თქვენ საუბრობთ. მეც და თქვენს ალბათ ყოველთვის გაკვირვებულები ვართ, მაგრამ
აი ის რაც ამერიკელებმა უთხრეს, ჯერ ტრამპმა უთხრა და მერე რუბიომ უთხრა, რომ თქვენ გადაწყვეტილებებს იღებთ ევრობიუროკრატებს მიმართა და ევროპას მიმართა. არა იქიდან გამომდინარე ევროპას რა აწყობს, არამედ რაღაცა კლიშეები გაქვთ შემუშავებული და თუ ამ კლიშეებიდან გამომდინარე რაღაცა ისე არ არის, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, შეგიძლიათ უარი თქვათ ისეთ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმაზე. და მიუთითა კიდევაც, რომ თქვენ დაანგრიეთ ეკონომიკა, ტრამპს ხო არ ახასიათებს მაინდამაინც დიპლომატიურობა პირდაპირ მიმართავს. ნუ რუბიომ შედარებით დიპლომატიურად იგივე უთხრა. რომ თქვენი ასეთი ნაბიჯებით, რომელიც განპირობებულია რაღაცა წინასწარ შემუშავებული კლიშეებით, რომელსაც რეალობასთან მაინდამაინც დიდი კავშირი არ აქვს და ეს იდეოლოგიური კლიშეების გამო შეგიძლიათ იმის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგათ, რაც ევროპას სჭირდება. და მართლაც ასე აკეთებენ. და ესეც ციფრებშიც აისახება. თუ სოფლიო ეკონომიკის ამაზე ჩვენ პრემიერსაც ბევრჯერ აქვს ნათქვამი. სოფლიო ეკონომიკის 30% იყო ევროკავშირის ესე იგი ეკონომიკა, ახლა 17.9%-ია. იკლებს და ვარაუდობენ, რომ ამ წლის ბოლოსთვის შეიძლება 17-მდე დავიდეს. ბატონ დენგის, აი, იცით რა არის? ეს რეალობა, ანუ ასე თუ ისე არსად არ მიდის და ეს ან უნდა მიიღო, ან თუ დახუჭავ თვალს კიდევ უარა შედეგს მიიღებენ. ხდება კიდევ, საი პატარა მაგალითს მოგივთ. უკვე ამ ევრობიუროკრატიასაც აღარ უყურებენ როგორც ჩანს ბოლომდე და პირველი ნაბიჯები იდგმება ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ რეალობასთან დასაბუთებულად. ანუ დამოუკიდებლად მოქმედებას აი იტალიის პრემიერ-მინისტრი იყო ჩასული აზერბაიჯანში, ხელი მოაწერა ნავთობ პროდუქტების და ენერგომატარებლების მიწოდებაზე იტალიაში. და ის მარშრუტი, რომელსაც გამოიყენებენ, გადის საქართველოს. ანუ აღარ დაფიქრებულა ის და შავი ზღვის არ უკითხავს ბრიუსელისთვის აზრი. კი ბატონო, აი თავად ბრიუსელსაც აქვს, აი ნახეთ, მარტაკოსი მოვიყვანეს. სულ მანამდე წლის დასაწყისში ურსულა ფონ დერ ლაიენმა როდესაც რაღაც ესე წლის მთავარი გზავნილების სიტყვა წარმოთქვა, მან ახსენა ის, რომ გვჭირდება მარშრუტი, ალტერნატიული მარშრუტი, იგულისხმება სავარაუდოდ შუადერეფანი, ასე ცალსახად არ უთქვამს, მაგრამ მარშრუტი მაგრამ ამ მარშრუტს სტაბილურობაც სჭირდება, სტაბილური რეგიონი უნდა იყოს. ნუ ყველა დახასიათებით ეს დახასიათება საქართველოს ერგება. ანუ თუ მარტაკოს გავითვალისწინებ, თუ ურსულა ფონ დერ ლაიენს, კაია კალასის დიდი იმედი არ გვაქვს ამ თემაზე, მაგრამ მაინც ისინი ესე ვთქვათ, გარსულიან თითქოს ამ თემას, მაგრამ რაღაც აფერხებთ, რომ ამ თემაზე პირდაპირ ლაპარაკობთ. ხო, აი ფიქრობთ, რომ ეს კლიშე ერთგვარი სხვა შეს პრემიერმაც იხმარა, გაჯიუტებულიពოზიცია არ ადგმევინებთ ამ ნაბიჯს თუ მაინც სახის და შენარჩუნების სურვილიც აქვს. ყველაფერი ერთად ცოტა არის, მაგრამ თავარი არის, რაც ამერიკა მიუთითა, რომ როდესაც სხვა პინაზე დაიდება რეალობა, დაიდება პრაგმატიზმი და მეორე პინაზე დაიდება თქვათ რაღაცა გამოგონილი კლიშეები, იდეოლოგიური, რომელსაც ანაცვალებენ ბევრ რამეს ხოლმე, როგორც წესი ევროპელები, იქით რატომღაც გადაწონის ხოლმე ყოველთვის. და ამერიკელები მაგას ეუბნებიან, რომ დაიღუპავთ თქვენ ამით თავს. მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებითაც. მიექანებიან, აი ნამდვილად ისეთი ვითარებაა შექმნილი ევროპაში, რომ ამ მიგრაციის პოლიტიკიდან გამომდინარე მართლა ძალიან მძიმე შედეგები აქვს. ტრამპმა ისევ თავისი არადიპლომატიურობიდან გამომდინარე პირდაპირ დაიწყო ქალაქების დასახელება და რა აბა მერებს შეხედეთ და ზოგს რელიგია დაუწურა, ზოგს ჩაცმულობა და ზოგს არ ვიცი რა. ჩემი სიტყვა არც ერთი არ არის, არავის ეგონოს რომ ეთანხმები, მაგრამ მე გეუბნებით, სადამდე მიიყვანეს საქმე, რომ აი ამ თემებზე პირდაპირ ლაპარაკობენ და მართლაც ასეა, კატასტროფული ვითარებაა შექმნილი. იმ დონეზე კატასტროფული ვითარებაა შექმნილი, რომ ისეთი ქვეყნებიც კი როგორც არის ესტონეთი, როგორც არის ლატვია, რომელიც სიტყვა შეუბრუნებლად ასრულებენ ხოლმე ნებისმიერ სხვა დავალებას, უკვე მიგრაციის საკითხებზე რო დაიწყო ლაპარაკი, მათაც ხმა ამოიღეს და უკვე პროტესტის გამოთქმა დაიწყეს. მაგრამ ეს ლიბერალური დღის წესრიგი. ეს იმდენად აქვთ ძვალ რბილში გამჯდარი, რომ იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ეს მიგრაციის პოლიტიკას გადახედონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხედავს, რომ ეს კატასტროფისკენ მიიყვანს, თქვათ, ევროპულ ღირებულებას. აი ბრიტანეთის მაგალითმა არაჩვენა, რომ რაღაც მომენტში მთლიანად არის შესაძლებელი ის, რაზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ. ანუ ბრიტანეთის მაგალითზე შეიძლება იგივე თქვას ის საკითხები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მათ შორის ეკონომიკა, მიგრაცია, ერთ-ერთი მიზეზი იყო იმ კრიზისის გამოწვევისა, რის გამოც სტარმერი გადადგა თანამდებობიდან. აი თუ არის გადამდები ბრიტანეთის მაგალითი შეიძლება ითქვას ევროკავშირისთვის. ნახოთ ახლა ვინ მოვა და ის რას გააგზელებს. ახლა ნახოთ შეიძლება არა სტარმერამდე სხვებიც იყვნენ. და ძალიან სწრაფად გამოიცვალენ. არ ვიცით ახლა რამდენად სტაბილური
ადამიანი მოვა, რომელიც სტაბილურად განახორციელებს, თქვათ, ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას. და არ გაყვება ისევ ამ ულტრალიბერალურ შეხედულებებს და არანაცვალებს ამას პრაგმატიზმს, რომელიც უფრო მეც სიკეთეს მოუტანს ბრიტანელ ხალხს და ბრიტანულ სახელმწიფოს. ეს კიდევ წინა გვაქვს. მაგრამ აქამდე რაც ხდებოდა იგივე ბრიტანეთში, არასდროს არ ყოფილა ისე რომ ბოლო პრემიერები წელიწად ნახევარიც კი ვერძლებენ თავის თანამდებობაზე. კაი, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში კიდე შეიძლება რაღაცა იფიქრო, რომ ისინი ჯერ სტაბილურები არ არიან, ტრადიციები არ აქვთ ის, მაგრამ ბრიტანეთში ასე ვთქვათ, წელიწადზე ნაკლებში იცვლებოდნენ ასე თავდამხვევის სისწრაფით პრემიერები, ეს უკვე დიდი კრიზისის მაჩვენებელია. კი ბატონო. ამიტომ ნახოთ, დაძლევენ ამას, ვერ დაძლევენ. თავარი ის არის, რომ იგივე საქართველოსთან ურთიერთობაც ეს არის. ჩვენ ხომ არ ვეუბნებით, რომ თქვენ არ გელაპარაკებით ევროკავშირს. ან თქვენი შენიშვნები არ გვაინტერესებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ მზად ავართ ნებისმიერ შეხვედრაზე, პრემიერმაც უთხრა ნებისმიერ, თქვა, ხვალაც რო იყოს, მე მზად ავარ ბრიუსელში ჩავიდე და ველაპარაკო. ოღონდ დამელაპარაკეთ არა აღქმებით, არამედ ფაქტებით. თუ ისინი რამეში დაგვარწმუნებენ ფაქტების მოტანით და მოусმენენ ჩვენ არგუმენტებს და ჩვენი არგუმენტები ვერ გადაწონის და აღმოჩნდება, რომ მათი შენიშვნები ან მათი მოსაზრებები არის უფრო მისაღები და არის უფრო სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავეთანხმებით. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. აი, ბოლოს ადამიანის უფლებების საკითხებზე იყო ბრიუსელში შეხვედრა, შედგა საქართველოს მაღალი რანგის დელეგაცია, უნდა ჩასულიყო იქ. და ჩაშალეს ეს. კი, ეს ცნობილი ფაქტია. მას შემდეგ ტექნიკური შეხვედრა მაინც გაიმართა და პირველი ესეთი, ესე ვთქვათ, საუბარი მაინც შედგა ბრიუსელსა და თბილისის შორის. მოდით ახლა ისევ შუადერეფანს დავუბრუნდეთ. ჩვენ გამოვყავით შუადერეფანი როგორც ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, სამარშრუტო გზა ამ გეოპოლიტიკურად ცვალებად ეპოქაში და სამყაროში, მაგრამ მაინც არიან სკეპტიკოსები ამასთან დაკავშირებით. ალბათ ამ სკეპტიციზმს პოლიტიკური სარჩულიც აქვს. საქართველოს ხო აი მაგას გულისხმობს ზუსტად საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებიდან გამომდინარე. მაგრამ ამავე დროს არის კიდე სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება ამ სკეპტიციზმს მათთვის ყვებავდეს. ეს არის ალტერნატიული მარშრუტები. ნუ განსაკუთრებით აქ ალბათ გამოვყოფდი ზანგეზურს, რომელსაც არ ვიცით ირანის მოვლენების შემდეგ თქვენ როგორ უყურებთ ამის პერსპექტივას? აქ ისეთ დიდ თვითმბრუნვაზეა საუბარი. ზანგეზური ჩვეულებრივი გზით რომც განვითარდეს ისეთ დიდ ბრუნვაზეა ლაპარაკი, რომ რა თქმა უნდა ზანგეზურიც საჭირო იქნება და ამის ჩვენს განვაცხადეთ ოფიციალურად ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს. კი ბატონო, იყოს დივერსიფიცირებული თუნდაც სამხრეთ კავკასიაში ბევრი მარშრუტი. და ჩვენც ანაკლიის პორტიც რო აშენდება, თუ სწორი პოლიტიკა წარმართეთ სამხრეთ კავკასიაში მთლიანად ყველამ და მშვიდობის სტატუსი შევინარჩუნეთ და ყველა დარწმუნა, რომ ეს ხანგრძლივი მშვიდობაა და არა რაღაც დროებითი მოვლენა. იმ ხელატვირთებზე არის საუბარი, არ ზანგეზური ეყოფა მას და შეიძლება ჩვენც არ გვეყოს ჩვენი 2 თუ 3 პორტი ამ მთელი ამ ტვირთების გასატარებლად. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჯერ წარმოვიდგინეთ მთელი ცენტრალური აზია, მე წარმოვიდგინეთ ჩინეთის ტვირთები, რომელმაც აქ უნდა გამოიაროს და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის კიდე სხვა ქვეყნების ტვირთებთან შეიძლება გამოიაროს აქ. რაღაცა ეტაპზე შეიძლება სხვა ქვეყნებით ჩაერთონ ამაში და აქ იმ ხელა რაოდენობაზე არის ლაპარაკი. ეს ზანგეზური და ვთქვათ ჩვენი საზღვაო პორტების გადაზიდვის მარშრუტები არ შეიძლება ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ. ეს ამას ძალიან დიდ ტანტები ლაპარაკობენ ამას. ზანგეზური თავის გეოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე რთული რელიეფით არც არავინ რო არ შეუშალოს ხელი, არც ირანის პრეტენზიები რო არ იყოს ისა ვერ გაატარებს ამ რაოდენობისთვის და ჩვენ ეს ვიცით. და ამიტომ ვამბობთ რომ ამ ადამიანების სკეპტიციზმი ეს ხო პოლიტიკური სურვილებია. ეს რა ადამიანები არიან ისეთ რომლებიც ჩადიან და ეუბნებიან რომ არ მიცეთ კანდიდატის სტატუსი, არ მიცეთ ვიზა ლიბერალიზაცია. სხვათა შორის აქ გერმანიის ელჩიც უნდა მოიყვანეთ, რომელიც დღეს დაგვემშვიდობა. ისიც იყო ერთ-ერთი ამ აზრთაგანი, რომ ნუ წარმოგიდგენიათ შუადერეფანი როგორც ყველაფერს პანაცეა და გამოსავალი და წამალი. ანუ ეს ესე არ არის, ესე დაგვიხატა სულ. ჩემთვის საინტერესო ადამიანი არ არის, იმიტომ რომ ის ლიბერალური დღის წესრიგის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო, რომელზეც და ჩვენ საუბრობდით და რომელმაც ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანა, მიყავს ევროპის კონტინენტი მთლიანად თავის ბრიტანეთის ჩათვლით პარტიულ ახალი ელჩის პირობებში გესახებათ ურთიერთობის გამოსწორება იმ ქვეყანასთან, რომელთანაც მართლაც-წლების განმავლობაში ესეთ ერთ-ერთი გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა. ესეთი გულუბრყვილო არა ვარ, რომ ვიფიქრო, რომ მხოლოდ
ელჩის ბრალი იყო ამ ურთიერთობის გაფუჭება, რა თქმა უნდა. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელჩი რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა, მე თვითონ ყოფილვარ. დიახ. მაშინ არა, ჩემთვის შენიშვნა არ მოუციათ, მაგრამ ვიცი როგორ მუშაობს ეს. რა თქმა უნდა, პირველივე ისეთ ნაბიჯზე, რომელიც მოსაწონი არ არის, ხმამაღლა არა, მაგრამ იგი თითებენ დედაქალაქიდან გეტყვიან, რომ დააკორექტირე. თუ არ დაიჯერებ, მე გამოგიწვევენ და დამთავრდება ამით. ასე რომ ძალიან დიდი ხმაური იყო მის გარშემო, ხო? გაწევაც კი მოხდა მისი ბერლინში საკითხების გასარკვევად. მე თითქოს მოილაპარაკეს ჩვენება როგორი ფორმატით უნდა წარმართულიყო ჩვენი ურთიერთობა, ჩამოვიდა იგივე გააგრძელა და კიდევ უარესად გააგრძელა. ასე რომ ეხლა ეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს მიღბახდებოდა, რა თქმა უნდა, ამას არავინ არ დაიჯერებდა, არც თქვენ დაიჯერებდა, არც არავინ არ არის გულუბრყვილო, მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს ადამიანი შინაგანად იმის განწყობის კი არ იყო, აი სად არის ელჩის ისა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორებული იყო საქართველოს და გერმანიის შორის. პირიქით, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ორბო, რომელიც გვაშორებდა და ეს წინაღობა უფრო დიდი ყოფილიყო და უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო. ანუ კი იმაზე კი არ მუშაობდა, რომ ეს რამე ნაბიჯი გადაედგა ისეთი ან წვრილი შეეტანა იმაში, რომ ეს ორი ქვეყნის დაშორებული პოლიტიკა დაეახლოვებინა. პირიქით თავის ამოცანად ხედავდა, რომ ეს დაშორებული კიდევ უფრო დაეშორებინა. ამიტომ მე იმეც გამოვთქვა, რომ ისეთი ტიპის დიპლომატი ჩამოვა, რომ ამ გაუარესებელ ურთიერთობების პირობებში იმაზე კი არ იმუშავებს, რომ კიდევ უფრო დაშორდეს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს. არამედ მოიძებნოს გზები, რომ ეს ურთიერთობები დათვეს და კიდევ უფრო დაახლოვდნენ ეს ქვეყნები. კი ბატონო, ეხლა მოდით შიდა საკითხებსაც შევეხოთ. განსაკუთრებით ამ ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალურია სიზულის ენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამმართველო და ამ სამმართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მე შემდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ჯარიმებთან დაკავშირებით. პრემიერიც დღესაც უსვამდა ხაზს, გუშინაც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა ამის შესახებ და საერთოდ ცნობილია, ანუ თავიდანვე მოხდა ამის დეკლარირება ხელისუფლების მხრიდან, რომ ამ სამმართველოს მთავარი მისია არის, რომ პოლარიზაციის შემცირება მოხდეს. ასრულებს ახლა მოდით რასაც ვუყურებთ ეს სამმართველო იმ მთავარ მისიას, რომელიც თქვენ დააკისრეთ მას, ანუ პოლარიზაციის შემცირება? მე პირადად არ მიკვლევია, მაგრამ ვინც იკვლევს ასეთ საკითხებს, მათგან ვიცი, რომ სოციალურ ქსელებში ასეთი გამონათქვამების რაოდენობა მკვეთრად იკლო. დრამატულად იკლო. რაც ისე კი არ არის ლაპარაკი, რომ თქვა ცოტათი ან რაღაცა გაუმჯობესდეს. დრამატულად იკლო. ნუ არის რაღაცები, რაც მუშაობს და როგორც ჩანს ეს მუშაობს. მუშაობს ორივე მხარეს, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მომხრეების ნაწილშიც და ასევე ვთქვათ, ვინც ეწინააღმდეგება ხელისუფლების პოლიტიკას ან ოპონირებას უწევს. და ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ეს რომ ცალმხრივი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს სასურველ შედეგს ვერ მოიტანდა და რაღაც სახელი გაუტყდებოდა ამ საქმიანობას ზოგადად და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოპულარობას დაკარგავდა თვითონ ამ საქმიანობის ასეთი სტილი. ვინაიდან ეს ორმხრივია და ვინაიდან საზოგადოება დარწმუნდა, რომ მიუხედავად იმისა, რა სიმპათია გაგაჩნია, ან რა პოზიცია გაგაჩნია პოლიტიკაში, ეს ვერ გიშველის თუ ამ წესებს დაარღვევ. რა თქმა უნდა, ამან იმოქმედა და თვითონ ამ სტატისტიკას რო ეცნობი, რა პროცენტით შემცირდა ასეთი ტიპის გამონათქვამები, როგორც ამ კვლევარები, ამ საქმის კვლევარები გვარწმუნებენ, დრამატულად შემცირდა. ეს შეიძლება იყოს შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ ამ პოლარიზაციას რამდენად შეამცირებს? მე ვსაუბრობ აი ჯარიმების რაოდენობა რამდენად მაგალითად განმუხტავს იმ ადამიანების ამ ჩვენ ხო სიძულვილზე ვსაუბრობთ ახლა რა საზოგადოებაში არის. ახლა ისეთ ამოცანას უნდა დავისახავთ მიზნად, რომელიც არ შესრულება. ეხლა ეს ადამიანები, ვინც ასეთ თავისუფლებას აძლევენ, ასე მოიქცნენ. არიან ჩამოყალიბებულად, იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული, აი ეს ულტრალიბერალური იდეებით თავგამოტენილი ადამიანები, რომლებიც არ გამოსწორდებიან. აქ არის ლაპარაკი, ეს თამაშის წესები საზოგადოებაში არ გახდეს პოპულარული და მისაღები. ეს უნდა შევაკავოთ ჩვენ, თორე ეხლა ვიღაცა კონკრეტული ადამიანი, რომელიც 20 წელია თუ 15 წელია ულტრალიბერალური შეხედულებებიდან გამომდინარე პარლამენტის ცეცხლის გარჩენას გამოხატვის თავისუფლებას ეძახის და კოქტეილის სროლას, მოლოტოვისა, პოლიციისადმი ქცევის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლების ნაწილად მიაჩნია. მოწოდება ხელისუფლების დამხობისაკენ სიტყვის თავისუფლებად მიაჩნია, ამ ადამიანებზე აღარ ვლაპარაკობ. აქ არის ლაპარაკი, რომ ეს ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელიც განვითარდა არა მარტო საქართველოში, ხედავთ ხო ევროპაცებთვის ამას.
არ გახდეს მისაღები მთელი საზოგადოებისთვის და კარგია რომ არ ხდება ეს მისაღები. ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ ირანთან დაკავშირებით. ჩვენ ბოლო 2 დღეა ვაკვირდებით, განსაკუთრებით ირანის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ სომხეთში. ერთ-ერთი სასაუბრო თემა გახდა ირანთან ურთიერთობაზე ორმაგი სტანდარტი. რეაქციას გულისხმობ. ერთი მხრივ ფაშინიანი, რომელსაც არ საყვედურობენ, რომ ირანის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მეორე მხრივ საქართველო, რომელსაც მხოლოდ იმის გამო, რომ პრემიერი იმყოფებოდა დაკრძალვაზე, ცნობილი ჯო ვილსონის თეზა, რომ პრო-ირანული, პრო-ჩინური გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეხლა კიდევ ახალი თემა წამოიწია წინ, უნდა ჩავიდეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის დაკრძალვაზე. ანუ ასე ვთქვათ, ამ თემის შეკურა მინდა და გითხოთ. სომხეთზე როცა საუბრობენ, ამბობენ, რომ სომხეთს აქვს თავისი სპეციფიკური დამოკიდებულება ირანთან დაკავშირებით, რაც განსხვავებულია საქართველოს. რა არის ის მთავარი განმასხვავებელი თქვენ? არაფერი ისეთი განმასხვავებელი არ აქვს. ერთადერთი განმასხვავებელი ის არის, რომ ვთქვათ, დაკავშირებადობის საკითხი თითქოს, ხო? რასთან დაკავშირებადობაზე არის ლაპარაკი? აზიის ქვეყნებთან დაკავშირებადობაზე პრობლემა აღარ აქვს. უკვე ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის მეშვეობითაც უკვე ვაჭრობაც კი დაიწყეს ერთმანეთთან. ტრანსპორტსა და დერეფანის გაიხსნება და პრობლემა არ აქვს. მანამდე საქართველოს გავლით არასდროს არ ქონიათ პრობლემა როგორც აზიის მიმართულებით, ასევე ევროპის მიმართულებით. ასე რომ ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს. აქ უბრალოდ ეს არის იგივე კლიშეებიდან გამომდინარე, რომ თუ იმათ ნარატივში ხარ ყველაფერი მიუღებელია, ჩინეთის არ იყოს. ჩვენ ნორმალური ურთიერთობა დავამყარეთ ჩინეთთან, სტრატეგიულ ურთიერთობაშიც გადავზარდეთ და არ ვიცი, ვილსონის და არასერიოზული ადამიანები ხანას გვეტყოდნენ და ხანას. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა ჩინეთში, ჩემი საუკეთესო მეგობარი უწევდა სი ძინპინს და ამით არ დასრულდა ყველაფერი, მიიწვია სექტემბრისთვის თუ ოქტომბრისთვის შემოგვიყვება იქნება ამერიკის შეერთებული შტატების და სი ძინპინმა თანხმობა განაცხადა და ეს მრავალ ასეულობით მილიარდიანი ეკონომიკური ბრუნვა გაგრძელდება, ეს არაფერი არ არის. ასე რომ ამას ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ასეთ ყალბ ნარატივებს. ერთადერთი ამოცანა ქართველი პოლიტიკოსისა, მით უმეტეს თუ ის მართლ გუნდის წევრია, უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და პრაგმატული ინტერესები. რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან უნდა გქონდეს ძალიან კარგი დამოკიდებულება. რუსეთთან ახლა ეს დიდი პრობლემაა იმის გამო, რომ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. თუ რამე სერიოზულ ნაბიჯებს ოდესმე გადადგავენ, ეს პრობლემაც მოიხსნება, მაგრამ ჯერჯერობით ამას პირი არ უჩანს, ასე ვთქვათ. სხვა დანარჩენთან, ახლა წარმოვიდგენთ, რომ ირანთან საერთოდ საზღვარი არ აქვს და ის ჩვენი რეგიონის წევრია, ჩვენი რეგიონის წევრია და დიდ მნიშვნელობას და ეკონომიკურ ბრუნვაშიც მონაწილეობს და პოლიტიკურშიც და სხვა დანარჩენ აღარ მინდა სიღრმეებში წავიდე. მე თუ მკითხავს თუ იქნება სამძიმარზე ვინმე წასაცვლელი აუცილებლად უნდა წავიდეს და მეუსამძიმრებს და არ დაუწყოს იმას არ დაიწყოს იმაზე ფიქრი რა სიტყვის აქ ოპოზიცია არ ვინმე რა სიტყვის ან ევრობიუროკრატი რა სიტყვის ეს მათი საქმეა დასავლეთი რა სიტყვის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის არის მთავარი საქართველოს ეროვნული ინტერესები და ყველა უნდა დარწმუნდეს რომ ისევე როგორც სომხეთისთვის სომხეთი აკავს ამას აკეთებს და სწორად აკეთებს რომ მეზობლებთან ეს დამოკიდებულება აქვს დარწმუნებული რომ იქაც ჩავლენ და ისინიც მიუსამძიმრებენ და რის გამო გააკეთებენ ამას გააკეთებენ ერთი რამის გამო რომ სომხეთის ეროვნულ ინტერესებს აწყობს ასე და კიდევ ერთი მთავარი ირანთან მიმართებაში პოლიტიკური დღის წესრიგი ირანში ხომ არ შეცვლილა მართალია წინა ლიდერი ხომეინი დაიღუპა თქვა ამ საომარი მოქმედებების დროს მაგრამ რამე პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ისე ხო აიათოლები მართავენ ამ ქვეყანას დებს ამერიკის ხელისუფლება მათთან შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს ასეთ პირობებში მაშინ ეხა დოჰაში დანიშნული მორიგი შეხვედრა რატომ იმიტომ რომ ასე აწყობს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ხო მაშინ მე ნუ დამიშლი ჩემი ეროვნული ინტერესების გამო თუნდაც სამძიმარზე ჩავიდე ეს არის 2-2-4 დიდი მადლობა თენგიზ შარმანაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი გმადლობთ ასეთი იყო დღევანდელი პოლიტიკა მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით ჩვენ შევხვდებით ამავე ტალღაზე ამავე არხზე დროებით